გამარჯობა, დღეს გაჩვენებთ ესეთი ტიპის საიტის ინსტალაციის პროცესს. ეხლა გამოყენებული არის უფასო თემა, მაგრამ აქვს პრო-ვერსიაც სპასიანი ფუნქციებით. ამ ტიპის შაბლონის და თემის გამოყენება შესაძლებელი არის და სასურველი არის პროექტებისთვის, სადაც არის ახალი ამბები, სადაც არის ბლოგი, სადაც გამოაქვთ რაღაცა აქტუალური ახალი ინფორმაცია, რაც გინდათ რომ გააცნოთ თქვენს მკითხველებს. აქ შეგიძლიათ მთავარ ეკრანზე გამოიტანოთ ძირითადი პოსტები, აქ ძირითადი კატეგორიები და შემდეგ უკვე იმის მიხედვით თუ რა ინტერესი აქვს თქვენს მოხმარებელს, უკვე იმ კატეგორიების მიხედვით დაალაგოთ. ასევე ცალკე კატეგორიებში არის შესაძლებელი გადასვლა, მაგალითად ტექნოლოგიის განყოფილებაში რომ გადავალთ მხოლოდ ამ კატეგორიის პოსტები გამოჩნდება. შესაძლებელი არის ასევე სარეკლამო ბანერების განთავსება, აქეთ ერთი ბანერი არის, აქაც ბანერი არის, აქაც ბანერების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ზომიერად, მაგრამ თქვენ თვითონ შეგიძლიათ მართოთ, რაოდენობა დაალაგოთ ისე როგორც თქვენ გინდათ. მოკლედ, ძალიან საინტერესო თემა არის ახალი ამბების და ბლოგის ტიპის საიტებისთვის. ამ თემას ახლა ვიდეოში რასაც ჩავიწერთ, გამოვიყენებთ უფასო ვარიანტს, მაგრამ ამ თემას აქვს პრო-ვერსიაც და პრო-ვერსიის განსხვავებასაც გაჩვენებთ, ძირითად განსხვავებას რა ფუნქციებში აქვს და პრინციპში ზოგადად ყოველთვის ესე ვაკეთებ, რომ რეალური პროექტისთვის ვიყენებ პრემიუმ ვერსიებს, იმიტომ რომ აქვს სხვანაირი მხარდაჭერა, აქვს სხვანაირი განახლებები, უფრო სხვანაირში გულისხმობ იმას, რომ მეტი ყურადღება არის და მეტი დაცვა არის. რაც შეეხება ამ თემის ფასს, ესე იგი, ფასი არის, აი აქ პირველ რიგში ნახავთ ძირითადად განსხვავებას, რით განსხვავდება ფასიანი და უფასო ვერსია. რაც შეეხება ფასს, $39 ღირს ერთი საიტისთვის, ერთჯერადი გადახდით და ულიმიტო რაოდენობით თუ გინდათ გამოიყენოთ, გადაიხდით $100 და გექნებათ სამუდამოდ საიტების ულიმიტო რაოდენობაზე. აქვე საინტერესო არის ის, რომ პერიოდულად აქვთ ფასდაკლება და ფასდაკლების შემთხვევაში წარმოიდგინეთ $79 და ეს პრომოკოდი რომ გამოვიყენოთ, ყიდვის ღილაკს დავაჭიროთ. ფაქტიურად გამოდის, რომ გავშტა ეს გვინდა გამოვიყენოთ და რო ჩავწერთ პრომოკოდს 20% დააკლდება. ესე იგი, აი ასე, ხედავთ აქ $99-ია. დავკლიკოთ პრომოკოდის გამოყენების ღილაკს და $80 ულიმიტო რაოდენობაზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზუსტად იმიტომ ვწერ ვიდეოს, რომ ნახოთ ყიდვამდე, შეამოწმოთ, შეადაროთ სხვა თემებს, გამოიყენოთ უკვე რეალურ, ესე ვთქვათ, საიტზე, რეალურ სიტუაციაში და მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თუ მოგწონთ, გირჩევთ, რომ აუცილებლად შეიძინოთ. გადავიდეთ თემის ინსტალაციაზე. გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, დავაინსტალიროთ თემა აი აქედან. დავკლიკოთ ამ ღილაკზე, ახალი თემის დამატებაზე. მოვნახოთ თემა News Magazine X. აი ნახოთ, რომ ესეთი X News ეწეროს. დავაკლიკოთ ინსტალის ღილაკს. შემდეგ გავააქტიუროთ თემა. გავააქტიურეთ და აი აქ უკვე ვხედავთ სტარტერ ნიმუშები და დემო პრივიუ შეგვიძლია ვნახოთ, ანუ ის ნიმუშები, რომელსაც შევარჩევთ, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ გამოიყურება. დავაკლიკოთ ამ ღილაკს, ავარჩიოთ ნიმუში, რომელზეც გვაქვს საუბარი. აი ეს, აქ როგორც ხედავთ, არის ამ მომენტისთვის 6 ნიმუში, 3 ფასიანი და 3 უფასო. აი აქ აწერია free და pro. შეგიძლიათ აირჩიოთ, მაგრამ ამ მომენტში აი ამ უფასოზე გვაქვს ეს ვიდეო. დავაკლიკოთ იმპორტის ღილაკს. აქ გვაფრთხილებენ, რომ ინსტალაციის პროცესში ინფორმაციას შემოიტანს დიზაინს, ფერებს, ფონტს, ვიჯეტებს და მსგავს და საიტის კონტენტი იქნება გვერდებს დაამატებს, მენიუს, სურათებს, ტექსტებს და ასევე გთხოვენ, რომ ინსტალაციის დაწყებამდე გავთიშოთ ყველა პლაგინი, რომ კარგად დაინსტალირდეს და გვაწვდიან ინფორმაციას, რომ ინსტალაციის პროცესი შეიძლება ინსტალაციის პროცესი დამოკიდებული არის ნიმუშის ზომაზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფია თქვენი ინტერნეტი. პრინციპში, რამდენადაც ვნახე, მაქსიმუმ 1 წუთში აკეთებს ამ ყველაფერს, არ არის არანაირი პრობლემა.
თავარი არის, რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ სატესტო საიტზე, რომ ახლა მაგალითად არაფერი პლაგინი არ მიყენია, არაფერს გათიშვა არ დამჭირდა. პირველ რიგში, სანამ მუშაობას, ესე ვთქვათ, ისწავლით ამ თემასთან, აუცილებლად მაინც სატესტო საიტზე გირჩევთ, რომ იმუშაოთ. შემოიტანა უკვე დემო კონტენტი, მზად არის, შეგვიძლია ვნახოთ ჩვენი საიტი და ფაქტიურად როგორც ხედავთ, სრულფასოვანი საიტი არის, რა თქმა უნდა, არ აქვს პრემიუმ ფუნქციები, მაგრამ ის რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გავარკვიოთ თუ როგორ მუშაობს ეს თემა და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი შეძენის შესახებ, აქ ყველაფერი მუშაობს ეს თემები. ეს ფუნქციები ყველაფერი აქტიური არის, იმისთვის რომ მივხვდეთ, რამდენად კარგია ეს თემა, რამდენად მოგწონს ან არ მოგწონს, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ეს თემა რა. აი აქ ყველაზე მეტად მომეწონა ძირითადად პრემიუმ თემების ფუნქცია არის და აქ უფასოდ არის, შეგიძლიათ გადამრთველი დააყენოთ ესეთი თუ რა თქმა უნდა ამის სურვილი გაქვთ. მოკლედ გადავიდეთ ჩვენი თემის ფუნქციებში, ეს პანჯარა შეგვიძლია დავხუროთ და აქ ნახეთ. ესე იგი, აქ არის ინფორმაცია იმის შესახებ თუ რით განსხვავდება ფასიანი და უფასო თემა, რა აქვს და რა არ აქვს. და აქვე არის დოკუმენტაცია, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და ტექსტური ინსტრუქციები თემის გამოყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ახლა მე ამ ვიდეოში განვიხილავ და პლუს ასევე გაჩვენებთ სხვაობას, კონკრეტულად რაზე აქვს საუბარი, რით განსხვავდება ამ თემის ფასიანი და უფასო ფუნქციები. ასევე გავაკეთებთ ჩვენ შევქმნით ცალკე მენიუს, შევქმნით კატეგორიებს და გაჩვენებთ, როგორ შეიძლება პოსტის დამატება, პოსტის წაშლა და ისეთი ისტორიულმანი დეტალები, რაც შეიძლება სამუშაოდ გამოგადგეთ. თავარი ეს ვიდეო ყურადღებით ნახოთ, ყველა დეტალი გაიმეოროთ ჩემთან ერთად და პრინციპში ეგრეთ ჩანაწერი იქნება და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ და ან თავიდან დაიწყოთ ან განაგრძოთ. გადავიდეთ მოკლედ თემის მორგებაზე, ესე თქვა და ფუნქციების განხილვაზე. და სანამ თემის ფუნქციების განხილვაზე გადავიდოდეთ, შეგახსენებთ, რომ აქვს Facebook ჯგუფი, სადაც არიან გაწევრიანებული როგორც პროფესიონალები, ასევე დამწყებები და საიტებთან და WordPress-თან დაკავშირებით რამე კითხვა თუ გექნება და დახმარება გჭირდება, გთხოვთ აქ დაპოსტოთ, ვეცდები მეც და ჯგუფის სხვა წევრებიც გაგიწვიოთ დახმარება. ასევე მაქვს YouTube-ზე სხვადასხვა პლეილისტი, აი მაგალითად აი ამ თემის დაყენებით და თემის ინსტალაციით და ფუნქციების განხილვით არ მთავრდება საიტის დამზადება. აქვე მაქვს ჩაწერილი ვიდეოები პლეილისტში, თუ როგორ გაკეთეთ საიტის სარეზერვო ასლი, როგორ დავიცვათ საიტი, როგორ გავაკეთოთ საიტის სიჩქარის ოპტიმიზაცია. ამ ყველაფრის გარდა ასევე საჭირო არის ტექნიკური SEO საიტისთვის, ეს ყველაფერი მაქვს პლეილისტებად დაყოფილი, არის ძირითადად დამწყებთათვის, თუმცა შეიძლება ყველასთვის საინტერესო იყოს და თუ ესეა, თუ საინტერესოა თქვენთვის, აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეოები, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხით და გთხოვთ გაწევრიანდეთ ჯგუფშიც. გადავიდეთ თემის ფუნქციებზე. გადავიდეთ საიტის ფუნქციების განხილვაზე, თუ იმყოფებით აი აქ თუ არის დაკლიკილი და თუ ხედავთ ესეთ ფანჯარას აქედან საიტის სეტინგებში გადასვლა შეგვიძლია welcome relax-ზე დაჭერით და დავინახავთ start customizing. ეს ზოგადად ყველა ფუნქციაში გადაგვიყვანს, ან შეგიძლიათ პირდაპირ რომელიმე კონკრეტული ფუნქცია აირჩიოთ და იმის სეტინგებში გადახვიდეთ. თუ აი აქ არ იმყოფებით, შეგვიძლია დავუშვათ ეს თავიდან დავიწყოთ, შემოვედით საიტის მართვის პანელში და დავინახავთ აი ესეთ icons, ჩვენი საიტის, ჩვენი თემის სეტინგები არის აქ, დავკლიკავთ, მოხვდებით აქ და გადავალთ start customizing-ზე ღილაკის დაჭერით, დავკლიკავთ და გადავალთ უკვე ფუნქციებში, რაზეც მქონდა საუბარი. ესე იგი, აქ გვაქვს ჩვენ აი ესეთი ძირითადი ჩამონათვალი ფუნქციების, აი აქ არის, თან WordPress-ისაც არის და თან ჩვენი კონკრეტული აი ამ თემის. გლობალში ჩვენ გვაქვს ფერების არჩევანი, ფონტების, layout-ი, ანუ როგორ გამოიყურებოდეს, იყოს განიერი თუ ვიწრო, თუ მოკლედ აქ ჩამოწერილი არის ყველაფერი. Sidebar-ი, როგორი კონდეს, აი ნახეთ, ყველაფერი ჩამოწერილი არის და აქვე აქვს კატეგორიები, რომელი კატეგორია რა ფერში იყოს. აი აქ გვაქვს დავუშვათ თუ ხედავთ,
ავტომობილები არის ყვითელში, ტექნოლოგიები ვარდისფერში თუ წითელში, ლურჯი, მწვანე, ანუ ყველა კატეგორიას შეგვიძლია მივანიჭოთ თავისი ფერი. ასევე გვაქვს ჰედერი, თავარი გვერდი, ბლოგის გვერდი, ცალკე აღებული ბლოგის პოსტი, როგორ გამოიყურებოდეს და მოკლედ სხვა დეტალები. ახლა ესეთ რაღაცას მინდა მიაქციოთ ყურადღება. ეს არის შეგახსენებთ უფასო თემა არის, ფუნქციები აქ შეზღუდული არის და დაუშვათ თუ გვინდა ჩვენ რომ აი აქ გლობალში გქონდეს აი ფერების განყოფილებაში თუ გვინდა ვნახოთ თუ რა სხვაობა არის ფასიანს და უფასო თემას შორის, აი შეგვიძლია დავკლიკოთ try options. ეს ნიშნავს იმას, რომ აი აქ ჩამოწერილი არის თუ რა აი ამ განყოფილებაში პრემიუმ თემას რა დამატებითი ფუნქციები აქვს. აქ არის ჩამოწერილი, დავკლიკოთ try options, გადაგვიყვანს პრემიუმ თემის საცდელ ვერსიაზე, ესე ვთქვათ, ანუ ონლაინ რო გავტესტოთ და ვნახოთ სხვაობა და დავუშვათ ხო შევედით აქ გლობალში, აი აქ გლობალში შევედით, ფერებში და ვხედავთ მარტო აი ეს საშუალება აქვს. ესე იგი შეგვიძლია ფერი შევცვალოთ, აი ეს ფერი, დავუშვათ ლურჯი დავაყენოთ და საიტის ფონია ეს რაც ახლა თეთრად რაც არის, შეიძლება შეიცვალოს, არ შევცვალოთ ჩვენ. მაგრამ ახლა ნახეთ ფასიანს რა ფუნქციები აქვს. იგივე განყოფილებაში ვარ და ამ ორი ფერის გარდა შეგიძლიათ ლინკებს მიანიჭოთ ფერები, ჰედინგები, ნახოთ სხვადასხვა ფერით, დავუშვათ ყველა დეტალი ჩამოთვლილი იყოს, რომელი ჰედერი, რომელ ფერში იყოს, ფუტერი, მეტა, ეს ყველაფერი დეტალები, ანუ ბევრად მეტი ფუნქცია არის. ახლა სიმართლე გითხრათ, შეიძლება ეს ყველაფერი არც გამოიყენოთ პრემიუმში, მაგრამ მარტო ამით არ შემოიფარგლება პრემიუმის ფუნქციები, ბევრი სხვა რაღაც აქვს და ყველა განყოფილებაში რაც უფასო თემას აქვს, პრემიუმში უფრო მეტი ფუნქცია არის. თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება არც ის არ გამოიყენოთ და სრულებით საკმარისი იყოს თქვენთვის ეს უფასო თემის ფუნქციები, მაგრამ შეგახსენებთ, რომ რეალური პროექტისთვის აუცილებლად ვიყენებ პრემიუმ თემებს. ყველა პროექტისთვის გამონაკლისებს არ ვაკეთებ, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ყველა პროექტი იყოს პრემიუმ თემაზე. რატომ? იმიტომ რომ პრემიუმ თემის მხარდაჭერა არის სწრაფი, მეტ ყურადღებას გაქცევენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაფერში ფულს ვიხდით და განახლებები მოდის ეს უსაფრთხოებისთვის და დიზაინისთვის და საიტის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე რომ ყოველთვის ვურჩევ ყველა პროექტისთვის პრემიუმ თემა გამოიყენოთ. ესე იგი, დავუბრუნდეთ ჩვენ სხვა ფუნქციებსაც, ახლა პრემიუმი არის და გადავიდეთ. აი დავუშვათ, ლოგოს შეცვლა გვინდა. ანუ ის დეტალი, რიში შეცვლაც თქვენ გინდათ, დავკლიკავთ, აი ფანქარზე მივიტანთ, თვითონ გადაგვიყვანს იმ შესაბამის კატეგორიაში, ან დავუშვათ თუ უკვე გავერკვიეთ კარგად რა სად მდებარეობს, შეგვიძლია ჩვენ თვითონ ახლა მაგალითად ვიცი რომ ეს არის ჰედერი, ჰედერის განყოფილებაში გვაქვს top სექცია, ანუ აი ეს მაღალი ლურჯი ზოლი რაც არის, საშუალო განყოფილება, ესეც აი ეს არის და შემდეგი განყოფილება ჰედერის ქვედა ნაწილი, აი ეს განყოფილება არის. დავუშვათ მინდა ლოგოს შეცვლა, ვიცი რომ ეს ყველაფერი ხა ვართ შუა სექციაში, გადავალ შუა სექციაში და ლოგოს შევცვლი დავკლიკავ პირდაპირ ლოგოზე. აი აქ მეუბნება რა ელემენტის შეცვლა შემიძლია, რა ელემენტი დავაყენო ლოგოს მაგივრად, მაგრამ ლოგოს მაგივრად არაფერს გაკეთება არ მინდა პირდაპირ ლოგო შევცვალო. ოპშენში შევდივარ და გამოჩნდა ლოგოს შეცვლის საშუალება. ეს ცოტა გრძელი გზა არის, ამიტომ აი როგორც გაჩვენეთ რა, პირდაპირ მიიტანთ მაუს იმ ნაწილზე, რისი შეცვლაც გინდათ და დაკლიკავთ. აი პირდაპირ გადამიყვანა ლოგოს შეცვლაზე. დავკლიკოთ change ლოგოზე და უკვე თუ გვაქვს ატვირთული შეგვიძლია აქედანვე შევცვალოთ, ან დავუშვათ შეგვიძლია ჩვენი კომპიუტერიდან ავტვირთოთ. აი გამზადებული მაქვს, აი ასე. ავირჩიოთ ის ლოგო, რისი ჩასმაც გვინდა და ენახეთ გამოჩნდა პირდაპირ. დავკლიკოთ publish და უკვე შენახული იქნება. ეს რაც შეეხება ლოგოს. ანუ შეგახსენებთ, ნებისმიერი დეტალი, რომელიც შესაძლებელია რომ აქედან შეიცვალოს, ჩვენ შეგვიძლია ან ესე მთავარი მენიუდან მივაგნოთ, ან დავუშვათ თუ არ გვინდა ბევრი წევნა, შეგვიძლია პირდაპირ აგერ მაუსს რომ მივიტანთ, ფანქარი გამოჩნდება, დავკლიკავთ და გადავდივართ კონკრეტულად იმ ფუნქციაზე. აი მაგალითისთვის, აი აქ ახლა ეს კონკრეტულად რომელიღაცა
პოსტზე გადაგვიყვანა და არ გვინდა კონკრეტული პოსტი. გადავიდეთ მთავარ გვერდზე და დავუშვათ აი ეს დიზაინი, ეს ლეიაუთი, დავუშვათ გვინდა შევცვალოთ, ანუ როგორ არის განლაგებული პოსტები, ანუ როგორც ხედავთ, აი აქ ეს დიზაინი 1 დიდი სურათი და 4 მარჯვნივ 4 პატარა სურათი, ანუ ერთი მთავარი პოსტი და გვერდით 4 ესეც მთავარი პოსტები, მაგრამ უფრო პატარა გამოსახულებით. შეგვიძლია დავკლიკოთ აი აქ ასე. შემდეგ გადაგვიყვანს ლეიაუთებზე. აი აქ მთლიანად შეგვიძლია შევცვალოთ. ეს თავიდან ესე არ არის, აი ასეთ ფორმაში უნდა დავხვდეთ. დავკლიკავთ აქ და ლეიაუთებზე დაკლიკვით შეგვიძლია გადავიყვანოთ. აი ნახეთ, ხო იყო ერთი დიდი, აი ნახეთ, აი აქვე არის გამოსახულება, როგორი გამოჩნდება. ამას თუ დავკლიკავთ, იქნება ის, რაც გვქონდა ჩვენ თავიდან. დავუშვათ შეცვლა თუ გვინდა. შევცვლით ასე ორივე დიზაინი ძალიან მომწონს, ძალიან თანამედროვე არის და ამ ტიპის საიტებისთვის საკმაოდ გავრცელებული დიზაინი არის. კი ბატონო, ეხლა რა გამოჩნდეს აქ, როგორც ხედავთ, აქ არჩეული არის კატეგორიები: ავტომობილები, ტექნოლოგია, პოლიტიკა, гаджеტები, ბიზნესი, ტექნოლოგია, fashion, ხო, რაღაც ესეთი დეტალები. შეგვიძლია აი აქ დავბრუნდეთ და პირველ რიგში მიუთითოთ თუ რის მიხედვით დახარისხდეს პოსტები, ანუ სიახლის მიხედვით, დასახელების მიხედვით, რაღაც ID მიუთითოთ თუ ავტორის პოსტის მიხედვით, დავუშვათ თუ საიტზე არის სხვადასხვა რამდენიმე ავტორი და გვინდა რომ მარტო ერთი ავტორის პოსტები გამოჩნდეს, მიუთითებთ ამ ღილაკს, მიუთითებთ რომელი ავტორის გვინდა და ავტორების მიხედვით დაალაგებს. არა ავტორს აქ ვერ მიუთითებთ, მაგრამ ავტორების მიხედვით დაალაგებს სხვადასხვა ავტორის განაიღებს. ნუ ეხლა აქ ერთი ავტორი გვაქვს ადესტოთ საიტზე. მოკლედ თარიღის მიხედვით რა თქმა უნდა ჯობია დახარისხება ჩემი აზრით და გვინდა ჩვენ აქ კატეგორიები რომ მიუთითოთ. თუ არაფერს არ მიუთითებთ, თვითონ ავტომატურად იღებს ბოლოს დადებული პოსტებიდან. თუ გვინდა რომ კონკრეტული კატეგორიებიდან მიუთითებთ, დავუშვათ ბიზნეს კატეგორია ავირჩიე და როგორც ხედავთ მარტო ბიზნესიდან წამოიღავ. აი ეს პოსტები, რომლებიც მონიშნული არის, რომ არის ბიზნეს კატეგორიაში, იმ პოსტებს დადებს. კი პარალელურად შეიძლება სხვა კატეგორიაც კონდეს პოსტს მითითებული, მაგრამ ბიზნესი მითითებულია? თუ მითითებულია, მაშინ გამოჩნდება აქ თუ მიუთითებთ აი ამ განყოფილებაში. მაგალითად, დავამატოთ კიდევ, დავუშვათ ბიზნესი, კიდევ ერთი კატეგორია პოლიტიკა დავამატოთ, დავუშვათ კიდევ დაამატა პოსტი, აი ნახეთ, პოსტი რომელსაც აქვს პოლიტიკა და კიდევ დავამატოთ პოსტი, დავუშვათ ტექნოლოგიების განყოფილებიდან კიდევ დაამატებს რა. აქ ეს რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ პირველი დახარისხება რის მიხედვით ხდება, ეს არის თარიღის მიხედვით, ანუ როდის იყო პოსტი დამატებული და იმის მიხედვით გამოაჩენს ამ კატეგორიაში უახლეს პოსტებს. ქვევით ჩვენ გვაქვს ძირითადი კატეგორიები, მკითხველი რო შემოვა საიტზე, პირდაპირ იმ კატეგორიებზე რო შემოვიდეს. ამის შეცვლა შეგვიძლია ასევე ფანქარზე დაკლიკვით, აქაც გადავდივართ კატეგორიების ლისტში და დავუშვათ თუ არ მიუთითებთ კატეგორიის ლისტს, სხვაგან არ გადავიდეთ აქ. თუ არ იქნება არც ერთი მითითებული, ავტომატურად გამოაქვს ეს 4 კატეგორია რა. ან დავუშვათ რომ შექმნით თქვენ კატეგორიებს, ნახავთ რას რის მიხედვით გამოიტანს. აქვე წერს რამდენი პოსტი არის თითო კატეგორიაში, მაგრამ დავუშვათ ესეთი განლაგება ჩვენ არ მოგწონს, უბრალოდ ვიზუალურ განლაგებას არ გულისხმობ კატეგორიების დაყოფას, დავუშვათ მინდა რომ იყოს კატეგორიები healthy, იყოს гаджеტები, იყოს fashion და იყოს დავუშვათ ბიზნესი, დავუშვათ მეოთხე კატეგორია ან ტექნოლოგიები დავუშვათ რა. ხედავთ ხო, დაალაგა მარტო ის კატეგორიები, რომელიც მიუთითე. ასევე ზუსტად ასეთივე პრინციპით გირჩევთ თქვენც აარჩიოთ, ანუ ზოგიერთ რამეზე დავუშვათ შეიძლება არ ჩაერიოთ და ზოგიერთი რამე ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ თქვენ თვითონ უფრო იცით, თქვენი მკითხველი პირველ რიგში რით იქნება დაინტერესებული. ის კატეგორიები, რომელიც გინდათ რომ პირველ რიგში აჩვენოთ, აუცილებლად მიუთითეთ აქ. შემდეგ ჩვენ გვაქვს სარეკლამო ბანერის განთავსების საშუალება, დავკლიკავთ აქვე და აქვე არის ის სურათი ბანერად ჩასმული, სადაც არის რაღაცა რეკლამა, რაღაცა განცხადება, რაღაცა და ნუ აქაც შეგვიძლია ეს ცვლილებები შევიტანოთ. ჩემი აზრით აქ მარტო სურათის შეცვლა არის საჭირო და მეტი სხვა არაფერი არ არის. აქვე მითითებული არის ზომა 728
90-ზე, ანუ აი ეს სიგანე არის 728 ამ ბანერის და სიმაღლე არის აი ეს სიმაღლე 90 პიქსელი. ამის მიხედვით შეგიძლიათ დაამზადოთ ის თქვენი სარეკლამო ბანერი და განათავსოთ საიტზე. ასევე გადავიდეთ შემდეგ კატეგორიაში, დავუშვათ. ხო, აი კატეგორიის დასახელებაც შეგვიძლია აი აქ, როგორც ხედავთ. აი აქვე არის დასახელებაც. აი აქ დავუშვათ კატეგორი list ხო წერია, ჩვენ დავწეროთ მარტო კატეგორიები დავუშვათ რა, აი ესე ჩავწეროთ. ცვლილების შეტანა შეგვიძლია. კი ბატონო, შემდეგი ანუ ეს ბანერი სარეკლამო გავიარეთ. დავუშვათ გვინდა ბიზნეს კატეგორიაში, ანუ აქ როგორც ხედავთ, სახელი არის აი ასე, შეგვიძლია აქაც ცვლილების შეტანა. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ შეგვიძლია მიუთითოთ იმ კატეგორიის ლინკი, ანუ აი ამ ბიზნეს კატეგორიაზე დაკლიკვით, რომ პირდაპირ გადაგვიყვანოს მარტო იმ პოსტებზე, რომლებიც არის ბიზნეს კატეგორიაში. აი მაგალითად აი აქ ჩვენ გვაქვს რამდენიმე კატეგორია გამოტანილი, მაგალითად ტექნოლოგიების კატეგორია, დავკლიკავთ ამაზე და ნახეთ მარტო ის პოსტები გამოჩნდება, რომელსაც მითითებული აქვს, რომ ეს არის ტექნოლოგიაზე. დავბრუნდეთ მთავარ გვერდზე, დავბრუნდეთ ჩვენს კატეგორიებში და აქაც, რა თქმა უნდა, სასურველი არის, რომ მიუთითოთ. აი ნახეთ, მითითებული არის, რომ აი ამ განყოფილებაში ბიზნესის და ფეშენის პოსტები დაიდოს, ანუ ის პოსტები, რომლებსაც მითითებული აქვს ეს კატეგორიები. ნუ ფეშენი შეიძლება არაფერ კავშირში არ არის დაუშვათ ამ შემთხვევაში, მაგრამ ის კატეგორიები, რასაც ჩვენ აქ მიუთითებთ და რადგან ბიზნესი დავარქვით, ბიზნეს კატეგორიაც უნდა მიუთითოთ აქ, გამოჩნდება ეს პოსტები. უბრალოდ შესავსებად აი აქ ნახეთ, დაემატა კიდე ერთი კატეგორია, რომ შევსებულიყო ეს დიზაინი, ანუ ერთი დიდი ესეთი გამოსახულება სურათი და 4 პატარა პოსტი. ეს დიზაინისთვის უფრო იყო საჭირო და ამიტომ დაემატა ერთი კატეგორია. თუ ბიზნეს კატეგორიაში იქნებოდა საკმარისი ოდენობის პოსტი, ანუ როგორც ხედავთ, აქ არის 3 პოსტი, თუ იქნებოდა ის საჭირო რაოდენობა ამ შემთხვევაში, ნახეთ, გამოდის, რომ 5 პოსტი არის საჭირო და შეავსებს ესე კატეგორიას. როდესაც უკვე თქვენი ბლოგი იზრდება და გააქვთ დაუშვათ 20-30 პოსტი, თითო კატეგორიაში მინიმუმ 10 მაინც თუ არის, ხო? უკვე თავისუფლად განთავსდება თითო კატეგორია. თან შეიძლება შერეულად განათავსოთ ეს უკვე თქვენ როგორც გჭირდებათ იმის მიხედვით. შემდეგი ჩვენ გვაქვს აქ ესე იგი სოციალური აიქონები, ანუ დავუშვათ თქვენს გამოცემას, თქვენს ბლოგს, თქვენს ონლაინ ჟურნალს, ექნება სოციალური ქსელები და აუცილებლად გინდათ რომ მიუთითოთ ეს თქვენი საიტის მკითხველებისთვის. აქვე აი ამ რილაქს დავკლიკავთ, გადავალთ ამ აიქონებზე და გვინდა დავუშვათ ახლა ამდენი არ გვჭირდება. აქ ჩავწერთ გვერდის links, აი მაგალითად Facebook-ი ხო წერია და ჩვენი Facebook გვერდის links ჩავწერთ და მიუთითებთ რამდენი გამომწერი არის. აი დავუშვათ, ჩემთან ახლა არის 2000, ხო, ესე დავკლიკოთ 2100 დავუშვათ, ხო? აი დაწერა რომ Facebook-ზე 2000 გამომწერი გყავს დავუშვათ, ხო? ამ რაოდენობას რა თქმა უნდა მიაწერთ იმის მიხედვით, რაც გყავთ, რაც არსებობს რეალურად, იმიტომ რომ სხვა რამის მიწერას აზრი არ აქვს, რომ გადავლენ აგერ ჯგუფში, დავუშვათ 2100 კაცია, ხო, ჩანს ახლა 1000 რო ჩავწერო აი აქ საიტზე, სირცხვილი და თავის მოჭრა, ხო, როცა იქნება, მაშინ ჩავწერ, არ არის არაფერი საჩქარო. ну ეს რა თქმა უნდა ისეთ პატარა გადახვევა არის ტექნიკური, ესე ვთქვათ, კარგი. დაუშვათ არ გვჭირდება ჩვენ აი ეს სოციალური ქსელები, იმიტომ რომ არ გვაქვს დავუშვათ აქ არაფერი, ხო? რაც არ გვჭირდება იმას, აი ამ ნიშანს მოუშლით, აი მაგალითისთვის, ესე იგი, დავუშვათ Telegram-ზე არ გვაქვს არაფერი, SoundCloud-ზე არ გვაქვს, დავუშვათ Dribbble არ არის და აი ნახეთ ყველაფერი ის რაც წავშალე იშლება რა. Vimeo-ს დავუშვათ, წავშალოთ. თუ არის ვინმე, შეგახსენებთ აი მაგალითად YouTube-ისთვის შეგიძლიათ და პრინციპში ნებისმიერი აი ამ დიეზის მაგივრად ჩაწერთ თქვენი აკაუნტის არა თქვენი სოციალური გვერდის links ჩააკოპირებთ. აი მაგალითად ამ შემთხვევაში აი ეს ჩემი Facebook community რაც არის, გადავიდეთ Facebook-ზე
და ჩავწერ აქ links. დავაპაბლიშებ და ამ ღილაკზე დაჭერით, გადავლენ უკვე ჩემს Facebook გვერდზე. კი ბატონო, ეს გავარკვიეთ. აი აქ ბანერის შეცვლა თუ გვინდა დავკლიკავთ, ზუსტად იგივე პრინციპით, როგორც აი განვიხილეთ, ისე არის შესაძლებელი ამ ბანერის შეცვლა, ზომაც დაახლოებით შეგიძლიათ შეარჩიოთ, ანუ რა ზომა შეიძლება იყოს, აქ მითითებული არ არის ამ მომენტში და პრინციპში ნახვა ამის შესაძლებელი არის და მოგვიანებით ვნახოთ, განვიხილოთ, ამაზე არ მოცდეთ, მაგრამ თავარი არის შესაძლებლობა იმისი, რომ აი ესეთი ტიპის ბანერი, სარეკლამო ბანერი ჩაჯდეს, ან დავუშვათ რამე განცხადებას თუ აკეთებთ, ან რამეს ესეთ მნიშვნელოვანი, რაც კიდე თქვენი მკითხველებისთვის გამოაჩინოთ, შეგიძლიათ ჩასვათ. ასევე გადავდივართ ზუსტად იგივე პრინციპით შემდეგ კატეგორიაზე, მაგალითად აქ პოლიტიკა არის არჩეული და ნახეთ როგორი ტიპის დიზაინი აქვს, აქ ჩვენ ხო გვაქვს ერთი სურათი და 4 პატარა პოსტი. აქ 2 დიდი სურათი და 4 პატარა პოსტი, ანუ ძალიან დიზაინერულად ლამაზად არის განლაგებული და ეს ყველაფერი აქვე აი აქ დაკლიკვით, შეგვიძლია შევცვალოთ, აქვე შეგვიძლია მივუთითოთ კონკრეტული ჩვენი ამ კატეგორიის ლინკი ჩვენ საიტზე, რაც არის ახლა აქ სატესტო არის მითითებული და აქვე შეგვიძლია მივუთითოთ ჩვენ ის კატეგორიები, როგორც წინა აი ამ მონაკვეთზე გავაკეთეთ, შევარჩიეთ კატეგორიები, ან ერთი ან შერეული რამდენიმე, აი დავუშვათ აი პოლიტიკა კი არა წეროს, არამედ წეროს დავუშვათ შერეული კატეგორიები და როგორც ხედავთ, რამდენიმე კატეგორია არის ჩამოთვლილი. კი ბატონო, აქეთ მარჯვენა მხარეს გადავიდეთ. აქ ჩვენ გვაქვს ესე იგი გამოტანილი პოსტები, რაღაცა დავუშვათ რაც გვინდა რომ ვაჩვენოთ პოპულარული პოსტები ან პოსტები, რომელსაც ჩვენ მიუთითებთ. აქაც იგივე კატეგორიას მიუთითებთ. აქაც შეგვიძლია რაღაც კატეგორიების მიხედვით გამოვიტანოთ, დავუშვათ ანუ მთელი საიტის ძირითადი თემატიკა იყოს დავუშვათ რაღაცა კატეგორიები, მაგრამ დამატებით აქაც ვაჩვენოთ რაღაცა, შეიძლება საინტერესო იყოს ვინმესთვის, შეიძლება გამეორებადი იყოს ეს, რაც უკვე აქ ჩანს, ან შეიძლება უბრალოდ რამე ისეთი, რაც მეორე, მეათე ხარისხოვანი არის, შეიძლება ესეც იყოს ნაჩვენები. აქ არის გამომწერებისთვის, ამისთვის ცალკე ვიდეო უნდა ჩავწეროთ, ესე ადვილი არ იქნება ამის ახსნა, მაგრამ აი ესეთი ბლოკი არის, სადაც გამომწერები ჩაწერენ თავის მეილს, რითაც გამოხატავენ სურვილს, რომ როგორც კი საიტზე დაიდება ახალი პოსტი, თქვენ მათ გაუგზავნოთ ამის შესახებ ინფორმაცია, ან დაუშვათ თქვენ გქონდეთ რაღაცა კომუნიკაცია თქვენი საიტის გამომწერებთან. კი ბატონო, აქაც იგივე პრინციპით შეგვიძლია ჩვენ დიზაინის შეცვლა, შეგვიძლია ესეთი დიზაინი დავაყენოთ, შეგვიძლია ესეთი გამოვიყენოთ. აქაც დაუშვათ გინდათ რაღაცა პოსტებით მიიქციოთ ყურადღება, შეგიძლიათ თქვენ თვითონ გადაალაგოთ, დაახარისხოთ. ესე იგი, გადავიდეთ ამ ფუნქციაზე. დავუშვათ კი ბატონო ესე და აი აქ შეგვიძლია მიუთითოთ თარიღის მიხედვით და კატეგორიის მიხედვით, ან ავტომატურად დაახარისხებს თვითონ. აქაც კატეგორიების ჩამონათვალი შეგვიძლია ჩამოვწეროთ, თუ რა კატეგორიები გვაქვს საიტზე და რა ტეგები არის. ეს ყველაფერი შეიძლება ან წაეშალოს, ან დავუშვათ დახარისხდეს, როგორც თქვენ გინდა. კიდევ ერთი ადგილი ბანერისთვის, როგორც გითხარით, შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილები გამოიყენოთ, ბევრად უფრო მეტი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ზოგჯერ ძალიან გამაღაზიანებელი არის, როდესაც საიტზე შედიხარ და პირველ რიგში სარეკლამო ბანერები გავიწყებენ საერთოდ რაზე შემოხვედი საიტზე, ამიტომ ზომიერად გამოიყენეთ, თუმცა საიტი გაძლევთ ამის საშუალებას, რომ ბევრად უფრო მეტი ბანერი განათავსოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე იგი, მკითხველის პოზიციიდან შევხედოთ ჩვენს ძალიან გამაღაზიანებელი არ უნდა იყოს. აქაც ზუსტად იგივე ვარიანტი, გვარჩევთ როგორ გამოიყურებოდეს ეს დიზაინი და რა პოსტები იყოს განთავსებული. გადავედით ფუტერი არის ეს საიტის ქვედა ნაწილი, დავკლიკოთ აქ და ფუტერში ყველაზე მთავარი არის ალბათ მიუთითოთ აი ეს მონაცემები, რომ დავუშვათ რომელ წელს არის და ნუ დავუშვათ აი აქ ჩავწეროთ ვლადიმერ კვარაცხელია. აქ რაც თქვენ გჭირდებათ იმის მიხედვით ჩაწერეთ, რომ ეს დავუშვათ არის ამ და ამ კომპანიის ბლოგი, ამ თემაზე არის აი გამოჩნდა ვლადიმერ კვარაცხელია
და ამის მიხედვით შეგიძლიათ შეცვალოთ ეს ფუტერი. აქაც ლოგოს შეცვლა გვინდა, რა თქმა უნდა, დავკლიკოთ და პირდაპირ ფუტერის ლოგოს შეცვლაზე გადაგვიყვანა, ანუ არ მოგვიწია აი აქ მონახვა, აქედანაც გადავიდეთ და უშოთ ვნახოთ. აი, ესე იგი ფუტერის განყოფილება აგერ არის. დავკლიკავთ. ფუტერის ელემენტებს ვხედავთ, რომ ლოგო არის და გადავიდით ლოგოს შეცვლაზე. შეგახსენებთ ისევ და ისევ, რომ რაც შეიძლება მალე თუ გვინდა რომ გადავიდეთ, პირდაპირ დავკლიკავთ და ისევ აქ მოხვდებით. შევარჩევთ გამოსახულებას, აი ამას, როგორც იქ გავაკეთეთ უკვე და შეიცვალა ეს ყველაფერი. აქვე შეგვიძლია დავამატოთ ტექსტი, ანუ ორიოდე სიტყვით ჩვენი ბლოგის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციაც განვათავსოთ, აქ ჩამოვწეროთ ან წავშალოთ კატეგორიების ლისტი და აქ დავუშვათ დამატებით ის პოსტები, ეს შეიძლება სარეკლამო პოსტებიც იყოს, შეგვიძლია გამოვაჩინოთ ის პოსტები, რაც გვინდა რომ მკითხველმა ნახოს, როდესაც ჩამოვა ფუტერის განყოფილებაში. სულ ეს არის ის ძირითადი ფუნქციები, რაც მინდოდა მეჩვენებინა. აი მაგალითისთვის დავუშვათ ღილაკის გადართვა დაგვავიწყდა, ჩვენ დავუშვათ გვინდა რომ ეს შევცვალოთ ან წავშალოთ, გადავალთ აი აქ, აი როგორც ხედავთ, აქაც ღილაკის დაჭერით და შეგვიძლია დავუშვათ საერთოდ წავშალოთ ეს და საერთოდ მოვაცილოთ საიტიდან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან მოსახერხებელი არის, როგორც უკვე გითხარით, ასე რომ გადაწყვეტილება თქვენ თვითონ მიიღეთ. აქვე მინდოდა მეჩვენებინა, რომ WordPress-ს აქვს საშუალება, რომ სტანდარტულად გაჩვენოთ დავუშვათ, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი პლანშეტებზე. დავუშვათ პლანშეტზე ესეთი გამოსახულება აქვს და თქვენ შეგიძლიათ ამის მიხედვითაც დაათვალიეროთ, როგორ იქნება თქვენი საიტი ღირს თუ არა ამ კონკრეტული დიზაინის გამოყენება თუ არა, დავუშვათ რას შეცვლიდით, რას დაამატებდით და მობილურ ვერსიაშიც იგივე შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გამოიყურება ეს საიტი, დავუშვათ რას ამოიღებდით, რა ელემენტს შეცვლით, რას დატოვებდით და ასე შემდეგ. ანუ წარმოდგენა გექნებათ უკვე. რა თქმა უნდა, მობილურშიც შეგიძლიათ ნახოთ თუ ონლაინ აკეთებთ სატესტო საიტზე, მობილურშიც შეგიძლიათ შეადაროთ. ეს არ არის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას შექმნის იმის შესახებ თუ როგორ გამოიყურება სხვადასხვა მოწყობილობებზე საიტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამის შესახებ სხვადასხვა ვიდეოში მაქვს ჩანაწერები გაკეთებული ვსაუბრობ ამ თემაზე. შემდეგი ეტაპი გავაკეთოთ ჩვენ აი ამ მენიუს შეცვლა, ალბათ ამ მენიუსიც და პოსტებისთვის კატეგორია როგორ ენიჭება და თეგების მინიჭების პროცესი ვნახოთ. აქვე გავაკეთებ პატარა რეკლამას, თუ გინდათ რომ თქვენი რეალური პროექტისთვის ვიყო თქვენი მენტორი, დაგეხმაროთ დომენის და ჰოსტინგის შეძენაში და საიტის თქვენს რეალურ პროექტზე მორგებაში და შემდეგ მიიღოთ რეკომენდაციები თუ როგორ უნდა განვითარდეს საიტი, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და განვიხილოთ დეტალები. გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში, აქ შეგვიძლია ეს დავხუროთ და მთავარი არის მოხვდეთ აი ამ მენიუში. აი ამ მენიუში მოხვდეთ. ეს არის ჩვენი საიტის მართვის პანელი მთავარი და მივიტანოთ მაუსი პოსტებთან, დავკლიკოთ აქ და აქ ნახეთ ჩამონათვალში ჩვენ გვაქვს ყველა პოსტი, აი ეს ყველა პოსტი. ახალი პოსტის დამატების ფუნქცია, აქვე არის ღილაკი, ზუსტად ესეთი იგივე ფუნქციას აკეთებს, კატეგორიები და თეგები. ესე იგი, ეს არის პოსტის დასახელება, ეს არის პოსტის ავტორის სახელი, ეს არის კატეგორიები, ეს არის ტეგები. ყველაზე სწრაფად, სად შეიძლება და როგორ შეიძლება ამ ტეგების და კატეგორიების შეცვლა. დავკლიკავთ აი Quick Edits და რასაც მოვნიშნავთ, იმ კატეგორიას მიეკუთვნება ეს პოსტი. აქ რასაც ჩავუწერთ, იმ ტეგს მიეკუთვნება ეს პოსტი. რისთვის გვჭირდება ეს? საიტის მფლობელებისთვის და საიტის პოსტების ავტორებისთვის უფრო ადვილი არის პოსტების დახარისხება და კითხველისთვისაც თავის მხრივ უფრო ადვილი არის პოსტების დახარისხება. რას გულისხმობ პოსტების დახარისხებაში? მაგალითისთვის მე მაინტერესებს მარტო პოსტები, რომლებიც არის ტექნოლოგიაზე. დავკლიკავ აქ და უკვე დახარისხდა მარტო ის პოსტები გამოჩნდა, რომელსაც აქვს მითითებული კატეგორია ტექნოლოგია. დაუშვათ ტეგების შემთხვევაში სუსტად იგივე მექანიზმი არის, სუსტად იგი იმ მიზნით გამოიყენება, რომ დაგვეხმაროს ჩვენ პოსტების დახარისხებაში, უბრალოდ ერთ-ერთი
ესე ვთქვათ, სხვადასხვა ერთ-ერთი ვარიანტი არის ამ პოსტების დახარისხების. დავკლიკავ აი აქ და აქაც გამოჩნდება თავშად ტექნოლოგიის ტრენდების პოსტი, რაც აქვს მითითებული ტეგებში. როგორ ხდება ამის დამატება? გადავდივართ კატეგორიებში უკვე ჩანს რა კატეგორიები გვაქვს და გვინდა ახლის დამატება პირდაპირ აქვე ჩავწერთ დავუშვათ ტესტ კატეგორია. დავკლიკავთ აქ და დაემატა ეს ტესტ კატეგორია. ტეგების ამბავშიც მასე ხდება. გავაკეთებთ ტესტ ტეგი. აქაც ასე დაემატება მარტივად. დავბრუნდეთ ისევ პოსტებში და დავუშვათ აი ამ კონკრეტულ პოსტს, მივანიჭოთ ეს კატეგორია Quick Edits დავკლიკავთ, აქვე გამოჩნდება უკვე ჩამონათვალში ტესტ კატეგორიაც და აქ ძიმეს დავწერთ და დავწერთ ტესტ და უკვე ამოაგდებს ტესტ tags. Updates დავკლიკოთ, ანუ ამ შემთხვევაში ეს შენახვა არის და სევება არის. აქ საიტი დავარეფრეშოთ, გადავტვირთოთ და აი ნახეთ უკვე კატეგორია დაემატა, რომ ტესტ კატეგორია არის და აქვე ტეგების ღრუბელშიც გამოჩნდება ტესტ ტეგი. და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, ესე იგი ტესტ კატეგორიაზე რომ დავკლიკავ, გამოჩნდება ის პოსტი, რომელსაც მითითებული აქვს ეს კატეგორია, ამ შემთხვევაში მარტო ერთ პოსტზე მაქვს მითითებული და თავარი გვერდიდან ტეგების ღრუბლიდან რომ გადავიდეთ, აქაც ტესტ ტეგი დავკლიკოთ, აქაც ეს პოსტი გამოჩნდა. პოსტებში რომ დავბრუნდეთ და დავუშვათ რამდენიმე პოსტს მიუთითოთ ეს ტესტ კატეგორია, ტესტ ტეგი. ნახეთ რა გამოვა. Quick Edits გავაკეთებთ. აქაც გვაქვს ეს ტესტ კატეგორია და ტესტ ტეგი დავამატეთ. შევინახოთ და აქაც კიდევ ერთი პოსტი. ტესტ კატეგორია, მძიმე ტესტ ტეგიც დაემატება, კი ბატონო, აი ასე. ეხლა ნახეთ 1, 2, 3 პოსტი გვაქვს, ხო? გადავიდეთ საიტის თავარ გვერდზე და აი აქ ტექნოლოგია უკვე მითითებული არის. ყველა პოსტი, რომელსაც მოვუნიშნეთ ტესტ კატეგორია, აქ გამოაჩენს ამ ტესტ კატეგორიას და დავუშვათ აქ კიდე რომელიღაც პოსტი არის, მაგრამ ვერ ვიპოვე სად არის რომელია და უბრალოდ ვიცი რომ აი ნუ ტესტ კატეგორიის პოსტები მაინტერესებს და მორჩა. დავკლიკავ ამ ტესტ კატეგორიაზე და ნახეთ 1, 2, 3 ეს პოსტი გამომიჩინა ეგრევე საიტმა, რაც ძალიან მოსახერხებელი არის. თავარ გვერდზე დავბრუნდეთ და იგივე ვნახოთ ტესტ ტეგის შემთხვევაში, აი ტეგების ღრუბელი არის. დავკლიკავთ და აქაც გამოაჩინა ყველა ის პოსტი, რომელიც მონიშნული არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მკითხველისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, ამარტივებს საიტზე ძიებას, ესე ვთქვათ, ინფორმაციის დახარისხებას, რაც დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დავახარისხოთ და მივიღოთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო არის. და რა თქმა უნდა, საიტის მფლობელისთვისაც ეს მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტორი თავს გრძნობდეს კომფორტულად, ეს ნიშნავს იმას, რომ ის თქვენი რეგულარული მკითხველი იქნება, რეალური გამომწერი იქნება და ბიზნესისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალები. კარგი, ეხლა გადავიდეთ ჩვენ პოსტის შექმნის პროცედურაზე, დავუშვათ როგორ დავამატოთ ახალი პოსტი. ანუ გადავიდეთ ისევ ამ მენიუში პოსტებში და შეგვიძლია ან add post აქედან დავკლიკოთ, ან აი ამ ღილაკს დავაჭიროთ. add post გავაკეთოთ. დავუშვათ new post ესე დავარქვით. აქ გვექნება რამე ტექსტი დავუშვათ, შეგვიძლია დავაკოპიროთ. მე მაგალითად ეს ტექსტი ავიღოთ. არაფერი არ დაშავდება და თვითონ პოსტიდან როგორ მოხდეს კატეგორიების შეცვლა. აი აქ მარჯვენა მხარეს ჩამონათვალში ჩვენ გვაქვს ესეთი ღილაკი, დავაკლიკოთ აქ, პირველ რიგში დავამატოთ ის მთავარი სურათი, აი ნახეთ, აი მთავარი სურათი რაც არის საიტზე, აი ნახეთ პოსტის მთავარი სურათი რაც არის, იმის დამატება ხდება, აი აქედან featured image. აქ ავარჩევთ, დავუშვათ რომელიმე, აი მაგალითად ეს სურათი იყოს. აი ასე. შემდეგ მიუთითოთ კატეგორია, აი აქ არის ჩამონათვალი კატეგორიების, აი აქ ქვევით და კატეგორიებში ჩვენ გვაქვს უკვე დამატებული ახალი კატეგორია, ეს არის ტესტ კატეგორია, აი აქ
კიდევ ახალი კატეგორიის დამატება თუ გვინდა, ანუ ერთი ხერხი ხო ნახეთ, როგორც კეთდება. მეორე ვარიანტი არის აქედან დავკლიკავთ და ისევ იმ გაყოფილებაში გადავალთ, სადაც ემატება კატეგორიები, ან აქედანვე ადვილად შეიძლება დამატება პირდაპირ ნახეთ, ან გადავდივართ იქ, სადაც უკვე გაჩვენეთ, რომ კატეგორიის დამატება არის შესაძლებელი, ან ადგილზევე შესაძლებელი არის, დავუშვათ კიდევ ერთი კატეგორია. დავუშვათ ესე. ერთ კატეგორიას დავკლიკავთ, უკვე ავტომატურად მიანიჭებს ამ კატეგორიას. იგივე ხდება ტეგებზე, ანუ ერთი ვარიანტი არის, რომ გადავიდეთ იქ მართვის პანელში და ტეგის დამატების განყოფილებაში და იქ დავამატოთ, ან აქედანვე შეგვიძლია დავუშვათ ახალი ტეგი. დავუშვათ ესე გავაკეთოთ, დავკლიკოთ და აქაც თუ ეს კატეგორია დავამატე, კაცრავად ტეგები აქეთ არის ქვევით, მაგრამ ეგრევე გავაკეთოთ, ტეგ და აქაც მიენიჭება, enter-ს დავაჭერთ და მიენიჭება ახალი ტეგის ფუნქცია, ამუშავდება და მიენიჭება posts. დავკლიკოთ publish-ს, ამღილაკს, ეს ნიშნავს, რომ დაასეივა შეინახა პოსტი, გადავიდეთ ჩვენი საიტის მთავარ გვერდზე და ნახოთ დავუშვათ ახალი პოსტი გამოიტანა თუ არა. ესე რა თქმა უნდა არ გამოჩნდება, იმიტომ რომ აქ ტეგებში გამოჩნდება ახალი ტეგი და უბრალოდ მაგის მიხედვით შეგვეძლება ნახვა ამ ახალი პოსტის. რატო არ გამოიტანა მთავარ გვერდზე? მთავარ გვერდზე იმიტომ არ გამოიტანა, რომ აი თემის სეტინგებში ჩვენ მითითებული გქონდა, რომ მხოლოდ გამოეტანა ის პოსტები, რომლებსაც ჰქონდა მითითებული, დავუშვათ ეს კატეგორიები. თუ იქ მივუთითებთ ჩვენ, რომ იყოს ეს ახალი ტესტ, გავუშვათ ახალი კატეგორია, რაც მქონდა მეტარქმეული. თუ იმას მივუთითებთ, მაშინ გამოიტანს მაგ პოსტსაც, აი აქ new text-ში ნახეთ. კიდევ ერთი კატეგორია ხო გვიწერია, აი ეს რო გქონდეს ჩვენ მითითებული, აი აქ გამოიტანს. მოდით უცებ შევქმნათ ესეთი რაღაცა, დავკლიკოთ, მივუთითოთ აი ეს კატეგორია, აი აქ ვართ მთავარ გვერდზე, დავკლიკოთ, აი ნახეთ, აქ ჩვენ ხო გვაქვს კატეგორიის მითითების საშუალება. აი აქ და ახალი ერქვა, ხო? ახალი. ცუდი, ნახოთ როგორ ეწერა. აი ესე და კიდევ ერთი კატეგორია ესე ერქვა, ხო? აქ ვართ და აი ჩავწერ კიდევ ერთი კატეგორია. აი ნახეთ, გამოჩნდება უკვე ის პოსტიც, აი დავუშვათ სხვები რო წავშალო აქედან. ბევრია, ხო, დავუშვათ ეს კატეგორია წავშალოთ და გაჩნდების კატეგორია წავშალოთ. ჩვენს პოსტსაც გამოაჩენს. ესე, გადავიდეთ მთავარ გვერდზე. მან არ ჩაგვიწერია ქვევით, კატეგორიის ლისტში ჩაგვიწერია. ჩვენ გვინდა აი აქ და აი აქ აი ჩამონათვალშიც ჩანს ეს კატეგორიები, აი კიდევ ერთი კატეგორია და ან დაწერისას შეგვიძლია რომ დავიწყოთ წერა და თვითონ გამოაჩენს. აი ნახეთ, დავამატე კატეგორია და პირდაპირ გამოჩნდა ეს ჩვენი პოსტიც, როგორც ახალი დამატებული. ჩვენ ესე გვაქვს მითითებული, რომ ნებისმიერი კატეგორიის ახალი დამატებული პოსტი გამოაჩინე, ან კონკრეტულად ამ კატეგორიებში უახლესი პოსტი გამოაჩინე. ესე იგი, აქ კატეგორიებში ცვლილება შევიტანოთ და დავამატოთ კიდევ ერთი კატეგორია, გაჩვენე აქ გამოჩნდება ახლა მეოთხედ. კი ბატონო, ეს არის და ეს. დავარეფრეშოთ ჩვენი საიტი. ესე იგი, ყველაფერი მზად არის და აი ეს პოსტიც გამოჩნდა, რომელსაც მიუთითეთ კიდევ ერთი კატეგორია, რო დავარქვით. პოსტის შექმნაც ვნახეთ, კატეგორიების და ტეგების მითითებაც ვნახეთ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის აი ეს მენიუს, აი ეს ნაწილი შევცვალოთ დავუშვათ რა. აი ეს ამოვიღოთ, თავარ გვერდს home რო აწერია, აი ეს სახლუკა მოვაცილოთ და კიდევ დავამატოთ რამდენიმე კატეგორია. ამისთვის გადავიდეთ თემის სეტინგებში, ისევ, ესე იგი გადავდივართ მართვის პანელში, საიტის, გადავდივართ თემის სეტინგებში და start customizing-ში გადავდივართ და დავკლიკავთ აი აქ, ამ მონაკვეთზე, აი ხალხეთ გვიჩვენო მენიუ შექმენით და ამ მენიუს მიხედვით
დავალაგებ ყველაფერს. ესე იგი, გამოყენებული არის მთავარი მენიუ. ეს მთავარი მენიუს შემადგენლობა უნდა ვნახოთ სად არის, მაგრამ აი ამ სახლუკას აი show home icon, ანუ აი ამ homes არ ექნება სახლუკა ეს აიკონი მოვაცილოთ და გადავიდეთ თვითონ მენიუს რედაქტირებაში. ესე იგი, როგორ ვნახეთ, რომ მენიუში არის საქმე. დავკლიკეთ აქ და primary menu დაგვიწერა და primary menu გვაქვს მითითებული, რომ აი ეს menu არის აქ, თავარი menu უწერია და დიზაინი და ვიცით, რომ იყენებს თავარ menus. აქ ჩანს ეს ყველაფერი. Publish, გავაკეთოთ, შეინახოს, ჩავხუროთ და გადავიდეთ საიტის მენიუში. საიტის მენიუში გადასვლა ხდება აი აქედან appearance, menus, გადავიდით და ინახეთ აქ ჩვენ გვაქვს primary menu, ანუ მთავარი menu და secondary menu და მეორადი menu. მთავარი menu არის აი ეს და მეორადი menu არის ამ საიტზე ეს. ესე იგი, აი try pro version აქ რო წერია, ამას წავშლი, არ გვინდა და გვაქვს კატეგორიების მიხედვით ლინკები გაკეთებული, ხო? აი აქ შეგვიძლია ჩვენ ნახეთ კატეგორიები გვაქვს და შემიძლია კიდევ რამდენიმე კატეგორია დავამატო. აი ესე დავკლიკავ. ამ კონტაქტების გვერდს გადმოვიტანაკეთ ქვევით. Save menus-ზე რო დავკლიკავ. დავარეფრეშოთ და ჩვენი კატეგორიებიც დაემატა. შეგვიძლია პირდაპირ კატეგორიების მიხედვით ვნახოთ პოსტები. ეხლა გადავიდეთ ისევ მართვის პანელში, თვითონ თემის მართვის პანელში შეგახსენებთ გადასვლას, ესე იგი თუ ვიმყოფებით დავუშვათ აქ, ან პრინციპში საიტის მართვის პანელიდან ნებისმიერი წერტილიდან, აი აქ უნდა გადავიდეთ. დავკლიკოთ customize, start customizing, გადავიდეთ და უკვე შევცვალოთ აი ეს მენიუ. აი აქ მოვნახავთ. დავკლიკავთ და ვნახავთ, რომ გამოყენებული არის მეორადი მენიუ. აი secondary menu და აი აქ ამის შესაცვლელად, აი ამ წარწერების შესაცვლელად დავბრუნდეთ ისე მენიუების განყოფილებაში, აი აქ და აი ამ მენიუს არ ვეხებით, ეს primary menu არის, მთავარი menu, secondary menu გვაქვს, დავკლიკოთ, გადავიდეთ და აი აქ გვაქვს უკვე აი ეს ჩამონათვალი, რასაც ვხედავთ აი აქ, support, documentation და ასე შემდეგ. ამას არ შევეხოთ, უბრალოდ დავამატოთ, დავუშვათ აქაც რამდენიმე კატეგორია, დავუშვათ პირობითად თქვათ, ან რამე გვერდები შეგვიძლია, გვერდები რაც გვაქვს, ყველა გვერდი აქ არის შექმნილი, ან ახალი გვერდი უნდა შევქმნათ და ის დავამატოთ, ან დავუშვათ კატეგორიები დავამატოთ, აქაც გაჩვენებთ უბრალოდ როგორია დამატების მექანიზმი. Save-ს დავაკლიკოთ. აქ დავარეფრეშოთ ჩვენი საიტი და ნახეთ აი აქაც დაემატა კატეგორიები. პრინციპში სულ ეს არის რის ჩვენებაც მინდოდა. შეგახსენებთ, რომ საიტს ამის გარდა სჭირდება ასევე აი აქ რაც მაქვს განთავსებული ყველა ვიდეოს უნდა გაეცნოთ, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ, მაგრამ დაახლოებით გეტყვით, რომ საიტს სჭირდება დაცვა, საიტს სჭირდება განახლებები ტექნიკური რეგულარულად, საიტს სჭირდება სარეზერვო ასლის გაკეთება, ესეც ხშირად უნდა გაკეთდეს და იმისთვის, რომ საიტი გამოჩნდეს საძიებო სისტემებში, ეს იქნება უბრალოდ საძიებო სისტემა თუ ხელოვნური ინტელექტის ძიების შედეგი, უნდა გაკეთდეს SEO ოპტიმიზაცია. SEO ოპტიმიზაციამდე ტექნიკური SEO-ს დეტალები უნდა გაკეთდეს და აი ეს ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ამ თემაზე, არ არის სრული ლისტი, მაგრამ დაახლოებით რომ დაიწყებთ ამ თემაზე მუშაობას და თუ ეს თქვენთვის საინტერესო არის, თუ გაეცნობით ამას, შემდეგ კიდევ უფრო მეტი და მეტი მასალა არის და ფაქტიურად დაუსრულებელი არის. რატომ დაუსრულებელი? იმიტომ რომ პერიოდულად იცვლება, რაღაცა სიახლეები ემატება, რაღაცა ძველი თემების საკითხები ამოღებული არის და აღარ არის აქტუალური, ამიტომ თვალყური უნდა ადევნოთ ესეთი ტიპის გამოცემებს, თვალყური ადევნეთ ჩემს არხს, ჩემს Facebook ჯგუფს, ყოველთვის ცდილობ სიახლე დავდო და მოე პრინციპში ეს არის რაც ამ მომენტისთვის შემიძლია გავაკეთო. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, შემიძლია ვიყო პირადი მენტორი,
შეგვიძლია თქვენი პროექტი თქვენთან ერთად დავგეგმოთ, განვიხილოთ დეტალები და მივიყვანოთ ბოლომდე. წარმატებებს გესურვებთ.